ეს გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ მამკარეშიძე, ბატონო მამკა, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით და რა თემა მინდა შემოგთავაზოთ დღეს განსახილველად, აი ისევ მოვისმინეთ ჩვენ ამჯერად პოლონეთის პრემიერისგან, ბატონი ტუსკისგან, რომელიც არც ადრე გამოირჩეოდა პასიურობით, ანუ არააგრესიულობით ჩვენ მიმართ, რომ ის შეეცდება და მოაგროვებს საჭირო უმრავლესობას იმისთვის, რომ საქართველოს თუ არ შეუჩერდება, ყოველ შემთხვევაში შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა. გასაგებია, რომ ამ გადაწყვეტილების თუ ამ აქტივობის მიზანი არის მოსახლეობისში უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლებისადმი, ან შესაძლოა რაღაც მოსახლეობის ერთგვარი დარჯის სურვილიც იყოს, იმიტომ რომ ის არ უთანაგრძნობს, თქვათ, ქუჩის აქციებს და პროცესები არ ვითარდება ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელს. ბუნებრივია, მე არ ვიცი, მოახერხებს თუ არა ამის გაკეთებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ან რა გაფრთხილებაა ეს და ვისი მისამართით არის ეს გაფრთხილება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, საკმაოდ გაიზარდა შრომის უნარიანი და ფერტილური ასაკის მოსახლეობის გადინება საქართველოდან, რაც ვფიქრობ შეიძლება უფრო მეტი ზიანის მომტანიც კი არის, ვიდრე ის ბენეფიტი, რაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა, თუ მიიღეს და საქართველოს სახელმწიფომ თუ მიიღო ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად. ამის პარალელურად ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ეგრეთ წოდებული ღია კარის პოლიტიკას, ესეც არის დასავლური მიდგომა ამ საკითხისადმი და თუმცა ჩვენ არ ვიცით ბოლო აღწერის მონაცემები, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი საბინადრობის მოწმობა, რამდენი უცხოელი არის შემოსული საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დაიკავეს გარკვეული სეგმენტი სამუშაო ადგილების, რითაც გააუფასურეს ხელფასი ქართველი დასაქმებულების, საქართველოს მეგულისხმობს საქართველოს მოქალაქეს ქართველში, ქართველი დასაქმებულების და ასევე მათი სოციალური პირობები. მათ არ იციან სახელმწიფო ენა და რატომღაც თურმე მე იქნება ეს კურიერი, ტაქსის მძღოლი, უნდა ველაპარაკო არასახელმწიფო ენაზე და ვალდებული ვარ თურმე ეს ვიცოდე, რატომ უნდა ვიცოდე წარმოდგენა არ მაქვს. კიდევ ცალკე პრობლემა, რომელიც როგორც უნდა ისეჭიან და კერავენ და გარდა ამისა, რომ სამსახურს ართმევენ, ჩვენს გიდებს, საქართველოს მოქალაქე ქართველ გიდებს, ისინი ამახინჯებენ კიდევაც ჩვენს ისტორიას. გარდა ამისა, ეს უცხოელები სწავლობენ, ამ მხრივ უფრო გამარტივებულია მათთვის ბინადრობის მოწმობის მიღება, სწავლობენ და თავიანთი მშობლიური ენის გარდა მე ვიცი შემთხვევები. არც ერთი ენა არ იციან, მე არ მესმის რა ენაზე სწავლობენ ისინი საქართველოში. ამჯერად აი ეს მოცემულ აი ეს პრობლემა, ანუ საქართველოს მოქალაქეები ქართული მოსახლეობა გაედინება, სხვა მოსახლეობა შემოდის და პრინციპში შენ თვალი გარეთ გიჭირავს, გარეთ გასვლაზე, ბუნებრივია რომ ცარიელ ადგილს ვიღაც დაიკავებს, ეს აბსოლუტურად კანონზომიერი პროცესია. აი ეს მოცემულობა, როგორია რომ შევაფასოთ და რა შეიძლება იყოს ამ მოცემულობიდან გამოსავალი. მივესალმები მაყურებელს, მოგესალმები შემონინო, ისე იმდენი რაღაცა ეგრე გამახვირი ხალხურად ყურადღება, რომ მე შემიძლია მხოლოდ ერთი სიტყვით გიპასუხო, მდგომარეობა არის მძიმე. მდგომარეობა მძიმეა, ეს მეც ვთქვი, მაგრამ მივყვეთ თანდათან, თუ შეიძლება ტუსკი, შემდეგ გადინება, ვიზა ლიბერალიზაციის შედეგები, შემდეგ შემოდინების პრობლემა. ეხლა რაც შეეხება ტუსკის გარკვეული ბაზა არ აქვს, მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამდენიმე ასეული, როგორც ამბობენ 2000-მდე პატიმარია ქართველი პოლონეთის ციხეებში, რომელმაც დანაშაული ჩაედინა კრიმინალური და ეს არის მისთვის, ასე ვთქვათ, სასტარტო მდგომარეობა. მაგრამ მაგ საინტერესოა სხვა ქვეყნიდან ჩასულების პროცენტული კი ბატონო. მე სხვა შორის მინდა ერთი პატარა ისტორია გიამბოთ, რომელიც მონაწილედ მე გავხდით 2017 წელს, როდესაც აი სირიიდან დაიძრა უზარმაზარი პოლონელთა მასა. და ერდოღანმა იმის გამო რომ მის პირობებს ევროპა არ შეაჩერა ეს მასა, იცით თქვენ რომ წლების განმავლობაში ერდოღანი 2 მილიარდ ევროს იღებდა ევროპისაგან იმისათვის რომ ეს ტოლვილები სირიიდან ერაყიდან შეეჩერებინათ და ბანაკები შეექმნა. ხო და მოკლედ მე აი მაშინ ეს მასა დაიძრა ევროპისაგან. და მე მთხოვეს როგორც აი ამ საქმის მწოდნო ესე იგი პოლიტიკური ისლამის თემაში შეხედულ ადამიანს მთხოვა უნგრეთის ხელისუფლებამ 2017 წლის იანვარში გავხდით როგორც კონსულტანტი მიკავრი მთავრობის და მახსოვს ეს ნაკადი რომელიც მოდიოდა ესე იგი სერბეთის გავლით მე უნგრეთზე და აი ეს არის საინტერესო ესე იგი სერბეთმა და უნგრეთმა ყველაფერი გააკეთეს რომ ეს ნაკადი თავის ტერიტორიაზე არ გაეჩერებინა და პირდაპირ გაეჩერეს. ხო შორის უნდა ითქვას რომ ამ ნაკადის ძირითადი მისამართი ისედაც გერმანია იყო, მაგრამ ნუ ეხლა
წარმოუდგენელი რაოდენობის ავტობუსები იყო რა, მაგრამ მე ძალიან კარგად დაახლოებით რა რაოდენობის ხალხზე იყო ლაპარაკი, ხო არ იცით? როგორ არ ვიცი, დაახლოებით 150-200,000 კაცი იყო იმ დღეებში მარტო. ხო, თან საინტერესო რა იყო პირველი ავტობუსები, რომელიც გამოჩნდა უნგრეთის ტერიტორიაზე, ყველანი იყვნენ მისისხდნენ მამაკაცები, ნორმალურად ჩაცმულები და აღჭურვილი სხვადასხვა ტიპის ტექნიკით. ისინი ისეთი საბჭოები დაურჩა, რომ იყვნენ მზვერავები სიტუაციის საჯობთა გაჩერება. ტექნიკა, ტელეფონები, არა მხოლოდ ესეთი, თან ტელეფონები, მაგალითად 1-2 ქონდა მახსოვს სატელიტური კავშირის აპარატები. ურა საინტერესო. ხო, ძალიან ესეთი კარგად იყვნენ ისინი მომზადებულები. ეხლა მოკლედ ასეთ ისე გერმანიისკენ მიდიოდნენ და ეს ხო შორის უნდა ითქვას, რომ ეს ნაკადი წავიდა გერმანიის 3,000 კაცი დატოვა უნგრეთმა, 3,000 სერბეთმა მარტო, თავისთან ისიც ძირითადად ქალები და ბავშვები. პოლონეთმა მიიღო ზუსტად ეგ რაოდენობა 3,000 ადამიანი მაშინ შეზღუდულად. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამბობთ, რომ ესე იგი ეს ღიაკარის პოლიტიკა რასაკვირველი არის, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა მას სხვანაირად უდგებოდა. მას მერე რაც პარიზის ცნობილი ტერაქტი დაიგეგმა ბუდაპეშტის ერთ-ერთ სასტუმროში, ნუ მით უმეტეს ეს გამოიყენეს უნგრელებმა ძალიან ის ეფექტურად, რომ აი ჩვენთან მოხდა ეს ამბავი და ამიტომ ჩვენ მიგრანტებს არ დავდოთ. მოკლედ ეს დიდი აღმოსავლეთ ევროპას სხვა მიდგომა აქვს ამის მიმართ, დასავლეთ ევროპას დანარჩენ ნაწილს სხვა მიდგომა. და აღმოსავლეთ ევროპას გაზდის ეს სხვა მიდგომა, აი როგორია კანონმდებლობა ხო ერთნაირია ალბათ ყველგან. გაზდის, ნუ პოლონეთს ნაკლებად, მაგრამ დანარჩენებს გაზდით. ეხლა ნუ აი ეს განსაკუთრებით ეს ეს ნაწილი რომელიც მაგითხარით სერბეთის დამოკიდებულება მოგესალმებით არ არის ევროკავშირის. ნუ უნგრეთს გაზდის და უნგრეთსაც გაზდა ზოგიერთ სხვა ქვეყანას. ხო შორის უნდა ითქვას რომ ერთ-ერთ აი ძალიან სერიოზული მიდგომების დემონსტრირებას ახდენს დღეს შვეიცარია, ავსტრია, აი ამ თემის მიმართ განსაკუთრებით რაც ეხება ისლამთან დაკავშირებულ მე პოლიტიკური ისლამს გულისხმობ, ამასთან დაკავშირებით მთელი ამბები და ეს სხვა დროს შეიძლება ამის დავაზვისო, რომ ეხლა გადავიდეთ რაც შეეხება ტუსკის. ტუსკი არის იმ გუნდის წევრი, რომელიც ძალიან აგრესიულია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. და აქედან გამომდინარე ეს მისი განცხადება ამას ეფუძნება. ეხლა მე უნდა გითხრათ რომ სოციალისტ ევროპული პოლიტიკური ელიტის რომელიც სხვა თემებით არის დაკავებული დიდმა ნაწილმა საერთოდ ის რა ხდება ზუსტად აქ და არაერთი კითხვა მიმიღია მე პირადად ერთ-ერთ რიგით ვთქვათ პოლიტოლოგს აი ამ ჩემი კოლეგებისგან ძალიან თავდაბლად ამბობთ ახლა ერთ-ერთ რიგით პოლიტოლოგს აბა არა განსაკუთრებული არა მე მას გულისხმობ რომ კომპეტენტური პოლიტოლოგი ასეთი კითხვა და რა ხდება თქვენთან გაგვაგებინეთ იმიტომ რომ ერთია რასაც ლაპარაკობს მედია იქაური რასაც ლაპარაკობს პოლიტიკური ელიტის ლიბერალური ნაწილი და მეორეა რასაც ჩვენ უყურებთ ვიდეო გამოსახულებაზე ასე მე გითხები, ნუ მეც შესაძლებელი დაგვარად უხსნედი, ველაპარაკებოდი იმ შესაბამისად, რომელიც დაშვებულია ხელისუფლების მხრიდანაც, მაგრამ ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ეს არის მართული პროცესი. დიახ. ასეა თუ ისე ახლა ეს მთავარი ამ კითხვაში არის. მოკლედ ეს ტუსკი არის ამ გუნდის წევრი. ლიბერალური დემოკრატიის კლასიკური წარმომადგენელია და ნუ ახლა ეს იმ ნარატივის მიყვება, რაც ბრიუსელი კარნახობს და ამიტომ გამოაცხადა ეს ამბავი. აი რაც საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა სხვანაირად იყო, ნათქვა, ის იყო რომ მიგრაციის პროცესების წინააღმდეგია, მათ შორის საქართველოს დაასახელებით. ნუ მიაბა გასაგებია. ვითომ ახლა ხო არაბული სამყაროდან და იმიდან, რა ქვია, ერაყიდან და სირიიდან და აფრიკიდან ნაკლები მიგრანტები ბევრად მეტი. მაგრამ აი ნუ მიაბა. ეხლა რა შეეხება, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის, თქვათ, ასე თქვათ, მხოლოდ ამ ცალკრივად ვერ ახსნით ამას, იმიტომ რომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართლა არიან ბევრი პატიმარია. ქართველი რომელიც იქ იმყოფება. რაც შეეხება თქვენი ნათქვამს, რაც თქვით რომ შრომელი და შრომის უნარიანი ადამიანების გადინება, ეს არის კატასტროფული შედეგი. მართლა ესეა, ახალგაზრდობა, ესე შრომითი უნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც თქვათ სწავლისთვის კი არ მიდიან, უბრალოდ აი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად მიდიან, ასეთი არის ძალიან ბევრი. ევროპაში და ეს არის ძალიან ძიმე დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის. მიუხედავად იმისა, ზრდა არის თუ არ არის, აქ 7%-იანია თუ 5.5-ი როგორ დაუდგენია სოფლიო ბანკს ახალი პროცენტი დააწესა. ამას ეს თავისთავად რასაკვირველია ძალიან კარგი ეკონომიკის და რო არის, მაგრამ ეკონომიკის ზრდის ფუნდამენტი არის მაინც შრომის უნარიანი და სოციალური წელში გამართული მოსახლეობა. აი ამაში გვაქვს სერიოზული რღვევა და ნუ ეხლა ეს რო ცუდია რა თქმა ამას ლაპარაკით. მაგრამ და კიდე მეორე მხარე
აი ეს მიგრაციული პროცესები, რომელიც ძალიან ზედაპირზედებს, რაც საქართველოში ხდება ახლა, ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის. ეხლა თქვენ რა თქვით, სწავლობენ, კი, სწავლობენ რაღაცა ნაწილი სამეცნიერო ვერ დავადგინე. ხო, აი რაც მე დავადგინეს, ინგლისურად სწავლობენ. იმათ მარიციან მართალი. ეს არის ძალიან სახიფათო სეგმენტი. ეხლა მე არაერთხელ მithქვამს ამ ეთერი და კიდე ერთხელ მეორებ, რომ მე მინახია რომ ისეთი ქალაქები როგორც არის ბრიუსელი, მაგალითად, გიოტებორგი და სხვა, სადაც ქალაქებში არის უბნები, სადაც ვერ შედის ადგილობრივი პოლიცია, ვერ შვედური და ვერ ბელგიური. იქ არის ესე ვთქვათ, შარიათის მილიცია აკონტროლებს სიტუაციას. მარსელი მაგალითად ქალაქი, რომელიც ნუ ახლა ვთქვათ ასეთი ტიპის არ არის, მაგრამ იქ არის მოსახლეობის დღეს 40%-მდე უკვე არა ფრანგი წარმოშობით. თუმცა საფრანგეთში სხვანაირი პოლიტიკა ამის გამო, მაგრამ ის რომ ისე იგი გენეტიკური ფრანგული მოსახლეობა კარგავს ნელ-ნელა თავის მდგომარეობას, ეს ფაქტია. 7 ქალაქის მერია, დიდი ქალაქის მერია ინგლისში არა ინგლისელი წარმოშობით. და თქვათ, იქ რამოდენიმე ქალაქის მერია, რომელიც პირველი თაობის ემიგრანტია, პაკისტანელები და ინდოელები. ეხლა რა გითხრათ, მოკლედ ეს არის ძალიან მარტივი მდგომარეობა და აბსოლუტურად უტვინო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც დასავლეთი აწარმოებს და ხო ხედავთ, ეხლა ტრამპმა ხმარა მოღებული ბრძოლა დაუწყო და როგორი სიტუაცია. ხო, სასამართლოს ესე იგი არჩეული მოსამართლე შეეწირა და დააპატიმრეს ამის გამო, რომ ვენესუელელ და ლათინურ ამერიკიდან ჩამოსულ მიგრანტებს ხელს უწყობდა იმათ, რომ ეს გაეკეთებინათ, ნუ რა კრიმინალური წრეების ვენესუელინა და მექსიკიდან. და ეგეთი რამე არ არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ საზღვაო ქვეითებს ჩაეტარებინოს სპეცოპერაცია. ეს მეც გამიკვირდა, ეს საოცარია დემონსტრანტები. არჩეული მოსამართლე ან შტატის სასამართლოს წევრი და ეპატიმრებინათ. მოკლედ ეს კი მიბძვის, მაგრამ ეხლა ამას ჭირდება ესეთი ძალიან სერიოზული სისტემური მიდგომა ჩვენთან. იმიტომ რომ იქნება ნელ-ნელა ყალიბდება ძალიან მძიმე კრიმინალური ფონი. და სხვაში რომ არა მხოლოდ კრიმინალური ფონი, არამედ პოლიტიკურ კრიმინალური ფონი. რაც გულისხმობთ პოლიტიკურ კრიმინალს? მაგალითად მე ვთვლი, რომ ის რასაც რიგი ორგანიზაციები ჩვენ ხშირად სულ ლაპარაკობთ გაუთავებლად, ზოგი ლაპარაკობს ევროპაა ცუდი, ზოგი ლაპარაკობს რუსეთია ცუდი და გარშემო რა ხდება კიდე სამხრეთიდან რა გამოწვევა ამაზე იშვიათად არის ლაპარაკი და ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. არანაკლებ სერიოზული, იმიტომ რომ მეთოდოლოგია, რომელითაც გავლენების მოპოვებას ცდილობს დასავლეთი იქნება თუ რუსეთი იქნება საქართველოში, ეს არის ვთქვათ, ბევრად უფრო გაშიფრვადია და უფრო მარტივია და იცი. და აი როგორც აღმოსავლეთიდან რომ მოდის საშიშროება, იმასთან დაკავშირებით ბევრად უფრო ნაკლები სპეციალისტი ყავს და ბევრად უფრო ნაკლები აქცენტი კეთდება ამაზე და ისინი მოქმედებენ უფრო სხვა სტილი. აი მაგალითად ახლა რასაც ვლაპარაკობთ კრიმინალზე პირველ რიგში ეს არის ნარკოტიკები. ნარკოტიკების ისეთი სისტემური ტრასები დაალაგეს, აი ახალმა მოსულმა ადამიანებმა. არა მხოლოდ ძირითადად რომელი ქვეყნებიდან, აი რაღაც ინდოეთი. აი მაგალითად მერსაც მე უყურებ, მე არა ვარ ახლა ის მონაცემები არ გაქვს. მონაცემები შეიძლება იმდენი არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქვს ფაქტები. ეს არის აი მაგალითად კოლ-ცენტრები და ნარკოტიკების დამზადება. ეს არის უფრო სლავების მუშაობის შედეგი რა. კი. სლავები, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები. ხო და რაც შეეხება ნარკოტიკების ტრასებს, ეს უფრო აღმოსავლური ხალხების მიერ. სამწუხაროა ის, რომ აი ეხლა მაგალითად რო კითხო საქართველოს აზერბაიჯანელებს, მათთვის არის ეს ტრაგედია, იმიტომ რომ დღეს ისინი თვლიან, რომ საქართველოს ქართველი მოსახლეობის მხრიდან აზერბაიჯანელები ჯგუფურად აღიქმებიან როგორც საქართველოს მომწამლელები. აი ესე ლაპარაკობ. ეს ფათაშორის ეს სამწუხაროდ ეს განწყობა არის ამაზე ვისაუბრეთ, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა და გველოდეთ მალე დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, განმაგზავნებთ ჩვენს გადაცემას, ჩვენს სტუმართან მამუკარიშიძესთან ერთად. ბატონო მამუკა, პრინციპში მართლაც ასეა, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები დემონიზებულია, რომ ნარკოტიკებს ავრცელებს აი ეს სეგმენტი სამწუხაროდ. ეხლა 1200 კაცია სხვადასხვა დროს დაპატიმრებული ფონით, მარტო ერთი პატარა დასახლება ფონიჯალით. მაგრამ ფაქტია ისინი შეცდომით ხო არ არიან დაპატიმრებული ხო კონდა. არ ამბობენ მაგას, არა, მე ამ შემთხვევაში მათ სიტყვებს ვიმეორებ და ეს ხდება, ესე გაუცხოება ხდება გარკვეულწილად რა.
ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ითვლებიან, რომ ისინი არიან დამნაშავე ყველაფერში. და ამ დროს ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი გულია საერთაშორისო ჯაჭვის ნარკოტიკების გულის. და ამას ეს მისახედია სერიოზულად და როგორც ვატყობ ნელ-ნელა ეხლა დაიწყო აი ამის მიხედვა. ეხლა საქმე მოკლედ ის რთული თემაა, მაგრამ მიხედვა დაიწყო და ეხლა არ მინდა უბრალოდ რომ ხელი შეეშალო ამ გარემოებას, ისევე როგორც აი ერთ ძალიან მნიშვნელოვან კრიმინალურ მოვლენას, რომელიც საქართველოში ფეხი მოიკიდა, ეს არის სუროგაციის თემა. პრაქტიკულად ეხლა მე ხედავ რომ ეს ესე იგი საქართველოში ხდება უკანონოდ აი ამ ვიღაც აღმოსავლეთიდან ქალების შემოყვანა ქართული კვერცხუჯედების მეშვეობით რაღაცა განაყოფიერება უბრალოდ სპეციფიური ის არის ჭიქიდან ჩამოტანა გამანაყოფიერებელი საშუალების საქართველოს კვერცხუჯედები მე ხდება იმპლემენტაცია ეს სუროგატდედებში ამ აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი ქალების და რეზულტატი არის მე უკან ბავშვები რომლებიც მე როგორც ფის მიყავს როგორ მიყავს რაღაცა მოკლედ ესეც ძალიან სერიოზული ესეთი კრიმინალური თემაა და მე მგონია რომ აი ამას ყველაფერს აღჭირდება სისტემური მიხედვა, სხვა ტიპის მიხედვა ჭირდება. მაგრამ მეც ვიტყვი თუ შეიძლება მეც მაქვს ინფორმაცია ჩემი წყაროებიდან რომ სუროგაცია მე ზოგადად სუროგაციისადმი არ მაქვს ფლადადებითი დამოკიდებულება, იმიტომ რომ უფრო ბევრ ბოროტებას შეიცავს როგორც ჩანს ვიდრე სიკეთეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს აბედნიერებს წყვილებს, უშვილო წყვილებს, ან რომლებიც ვერ ახერხებენ რომ იყოლინში, მაგრამ მეც აი ერთი სქემის შესახებ მეც ვიცი, ჯერ ის რომ გადასახადები იმალება ეს სხვა თემაა. შემდეგ ეს ქართული გოგონები, ახალგაზრდა გოგონები $2000 ღირს, ჩემი ინფორმაციით, შესაბამის სამსახურები ალბათ ამას დაადგენენ კვერცხუჯრედის დონორობა. შემდეგ ამ გოგონებს აწერინებენ ხელს თქვა წინასწარ დოკუმენტზე, რომ ის თანახმა ყველა ტიპის გართულებაზე, რაც შეიძლება ამას მოყვეს და ამას შეიძლება საკვერცხების გახეთქვა მოყვეს სხვათა შორის და შემდეგ მათ უწევთ თავი და იყო ასეთი შემთხვევები და შემდეგ მათ უწევთ თავიანთი ხარჯით აი ამ ოპერაციის დაფარვა და შემდეგ ის კვერცხუჯრედის საკვერცხე რამდენად არის უკვე შემდგომ მისი შვილოსნობისთვის გამოსადეგი მე ეს უკვე აღარ ვიცი ბუნებრივია ეს ანუ ეს ბავშვები არიან ნახევრად ასე ვთქვათ ქართველები შემდეგ ისინი აძლევენ მინდობილობას მე ესეთი სქემა ვიცი მეტი შესაბამისი ორგანოები ამას გამოიძიებენ ისინი აძლევენ მინდობილობას იმ პირს რომელიც უწევს კოორდინაციას ამ პროცესს ის არ არის რეგისტრირებული პირი არამედ არის ჩვეულებრივი მოქალაქე და უწევს ორგანიზებას ამ პროცესს შემდეგ ეს კვერცხუჯრედი ანუ ქართული გოგონების ახალგაზრდა 19-20 გარკვეული ასაკის უნდა იყოს სხვათა შორის ეს კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება დიდი ქვეყნის წარმომადგენელი მამაკაცების შესაბამისი მასალით ანუ სპერმით და სუროგატები უკვე არიან სხვა ქვეყნიდან საერთოდ მესამე ქვეყნებიდან შემოყვანილი ეს ქალები ამაში სამედიცინო პერსონალიც არის ჩართული რაშიც ერთი შეხედვით ამაში თქოს კრიმინალური არაფერი არ არის მაგრამ საქმე ის არის რომ ეს ბავშვები რომ იბადებიან ეს მინდობილობა აქვს იმ ადამიანს ვინც უწევს ორგანიზებას ამ პროცესს ანუ დედა ბიოლოგიური კვერცხუჯრედის პატრონი ქართველი ახალგაზრდა ქალი აძლევს ამ მინდობილობას უარს აცხადებს ბავშვზე და ანიჭებს უფლებებს ამ პირს რო განკარგოს როგორც უნდა იმ სპერმის პატრონიც იმავე მინდობილობას აძლევს და შემდეგ ამ ბავშვებს რა მოსდით ეს არის ის არავის შეიძლება არც არაფერი ცუდი არ მოსდით მაგრამ შეიძლება კატასტროფული რამ მოსდით აქ ხო გესმით პლაცენტა ღეროვანი უჯრედები და ამდენად ვფიქრობ ეს არის თემა რომელიც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ეხა იქ ნახევრად ქართველები არიან ჩვილი-ჩვილია არ აქვს მნიშვნელობა ცოცხალი ადამიანებით ვაჭრობა ნამდვილად მიუღებელი არის თუ არის ასეთი ფაქტი და მე იმედი მაქვს რომ შესაბამისი ორგანოები და კარგი რომ თქვენც გქონიათ ეს ინფორმაცია ამით დაინტერესდებიან და ამ სამარცხვინო ამბავი მაინდა-მაინც ჩვენ ქვეყანაში და მე როგორც ვიცი სუროგატ დედებსაც არაქართველებსაც და იმიტომ შერჩეული ეს არაქართველები ბევრს ითხოვენ თურმე და უფრო პრეტენზიულები არიან. ამიტომ იმ ტიპის ქვეყნებიდან ჩამოყავთ, სადაც ნაკლებს აძლევენ და თანაც ჩაგრავენ. გასაგებია. დიახ. ეხლა საბოლოო ჯამში ესეთი კრიმინალური ფონის დას მე პირადად ვარავდო. ეხლა რო გითხრათ რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამის წინააღმდეგ ვერ იბრძვიან ან არ იბრძვიან არ იქნება მართალი. გასაგებია მთლიანად რაც მე ჩამოვთვალე.
მაგრამ ამას სჭირდება სხვა ტიპის სისტემური მიდგომა და არ შეიძლება ესე იგი საზღვარი იყოს ასეთ ღია მდგომარეობაში. საერთოდ ეს ღია კარის პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ მავანი აუცილებლად ოპონირებას გამიწევს, რომ თბილისი ყოველთვის ღია ქალაქი იყო და ჭრელი ქალაქი იყო და ასე შემდეგ ეს იყო. მაგრამ როდესაც შენ როდესაც ესე ვთქვათ იღებ რაღაც მასას აუცილებლად უნდა შექმნა მძლავრი ინტეგრაციული პროცესი. როგორც კი მასა ზედმეტია, მე ინტეგრაციული პროცესი აღარ მუშაობს. ამის მაგალითია საფრანგეთი მაგალითად. ძალიან კაი მაგალითია და საფრანგეთის ბრიტანეთის ხოდაშორის. ხო და ამიტომ ჩვენ პატარა ერი ვარ და სუსტი ერი ვარ. ესე გამვითარების გამრავლების თვალსაზრისით ჩვენ ხო მრავალშვილიანი ოჯახები არის რასაკვირველი და ღმერთთან ბევრი ამყოფოს, მაგრამ არ არის იმ რაოდენობით, რომელიც შექმნის აი მძლავრ მასას ხალხისას. ამიტომ გვჭირდება ძალიან სერიოზული ყურადღება ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს რომ არსებობს ტრადიციული გამოწვევები, არსებობს ახალი გამოწვევები, როგორც კრიმინალური, ისე პოლიტიკური. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პრაქტიკულად არაერთხელ მithქვამს და ეხლაც ვიმეორებ, ჩვენ პრაქტიკულად მოკეთე და მეგობარი არ აქვს. აი ამ ტიპის ამბავში რაც მე ხო პოლიტიკას მოკავშირებად. ნუ ღვთისმშობელი რასაკვირველია, პარველია ჩვენი ქვეყნისა, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენ ბევრად უფრო აქტიურები ვიყო და საზოგადოება იყოს ამაზე ორიენტირებული. ქართველების ხელშეწყობის გარეშე ვერც ერთი ეს კრიმინალური სეგმენტი ვერ იმუშავებდა. ამიტომ არის რომ ამ შემთხვევაში მე მიმართავ არა მხოლოდ საზოგადოებას და ჩვენ ორივენი, არა მხოლოდ საზოგადოებას, არა მხოლოდ ხელისუფლებას, მაგრამ ამ კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც ამ საქმით არის დაკავებული. აი ამ სუროგაციაში ხა ქართველი რო არ იყოს ჩართული, ხო? აი ეს აღარ გვინდა ახლა ამ დონეზე განსაკუთრებით ყურადღების გამახვილება. არის მზარავს ეს ამბავი, ხო, წამოდი შეიძლება ეს უბრალოდ მე მინდა თქვა რომ საბოლოო ჯამში ჩემი სათქმელი ეს იყო დღეს რომ მიგრაციის ის პლატფორმა, ის პროცესი რომელიც საქართველოში არის ძალიან დიდი ღირფათის შემცველია. ამას ყველა ამბობს, რასაკვირველია, ხან არა ესეთ ციფრებს ასახელებენ, არა რეალისტურს. ბევრად ნაკლებია. ხო, სხვადი დემურ გიორხელიძე მაღლა 400.000 ამბობდა ეს დემურის ძალიან პატივსცემა რა მგონი ამდენი იყოს, მაგრამ რა არის 50 იყოს, 25 იყოს, როდესაც შენ ვერ აკონტროლებ უკვე ამ პროცესს და როცა ხვდების რომ ჭარბია. აი ეს არის უკვე ძალიან მძიმე, თორე ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში ყოველთვის იყო ხოლმე სხვა კუთხიდან მოსული ადამიანები მოდიოდნენ, სახლდებოდნენ და მერე ხდებოდა ინტეგრაცია და ამის მაგალითი არაერთი გვაქვს. ხშირ შემთხვევაში როდესაც აი იგივე თემაზე მსჯელობენ ადამიანები, ვიცი მათი ეროვნულობა, სინამდვილეში მათი წარმოშობის ამბავი და მე მიხარია რომ ის საქართველოს პატრიოტია და მიუხედავად იმის თავის წარმომავლობა, ამიშულობა აქვს იმის, ჩემთვის თავარი ქართული საზოგადოების ნაწილია და მორჩა. აი ზუსტად მან დავარ მეც რომ ჩვენი ეროვნული უმცირესობების აქ მაცხოვრებლების დიდი ნაწილი ისწრაფის რომ მოხდეს ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში და ხშირ შემთხვევაში ჩვენ მათ ვერ ვახმარებით როგორც საჭიროა ისე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იქნება სახელმწიფო ენის შესწავლის სისტემური ისე თავხედურად სხვათა შორის აი ის რომ აი არიცის ენა და რაღაც თავხედურად გესმის თან არაფერი არის. მე რატომ უნდა ვიცოდე ჩემს სახელმწიფოში ჩემი სახელმწიფო ენის გარდა სხვა ენა არ მესმის. რავალდებულება მაქვს. ჩვენ გავიარეთ ეგ 70 წლის განმავლობაში, როცა იზოლებული ვიყავით, აუცილებლად ცოდნოდათ რუსული იქნებოდა და მე უკვე სხვა. ნუ ეხლა როგორ არის, როცა იცი კარგია, მაგრამ როცა კატეგორიულად აუცილებელია სხვა ენის ცოდნა, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ რეგიონში ცხოვრობ, რომ პეიკეთ ეხლა თურქულიც უნდა იცოდე, მე რომ მკითხო და სომხურიც უნდა იცოდე და ირაკის პარსული. როცა ამას გთხოვენ, რომ გინდა თუ არა ისა რა ქვია, რატო არ მელაპარაკები სხვა ენაზე, ნუ ეს უკვე ესეთია. ეს უკვე თქვა მორალური თვალსაზრისით არის დარტყმა და შენს დარტყმით პასუხობ. მე გინდა არ გინდა ესე ხდება ხოლმე რა. მე არ ველაპარაკები. დარტყმით პასუხი. ხო, ხო. რო ველაპარაკები დარტყმა. მოკლედ, საბოლოო ჯამში ესეთი რთული სურათია. დღეს ეს ამ გამოწვევების რისკი გაიზარდა. მე კიდე ერთხელ მეორებ. მე მაგალითად საქართველოს რიგ რეგიონებში ვატყობ წლების განმავლობაში რამოდენიმე ქვეყანა სხვადასხვა მეთოდოლოგიით როგორ იბრძოდა გავლენებისათვის. აღმოსავლური ქვეყანა. დღეს ეს ბრძოლა ჩაცხრა. რატო? და ამინდორ მე მგონი გადაინაწილეს. ესეც საბაჭირება მრჩება რომ გადაინაწილეს გავლენებით და მომავალი ნახტომისათვის ემზადებიან. არ მოეშვებიან საქართველოს, არასოდეს არ ეშვებოდნენ. გაიხსენოთ ჩვენი ისტორია. მაგრამ მეორე მხრივ მტრები გვაფხიზლებენ. კარგია რომ არ გვეშვებიან, ჩვენ მობილიზაციის საშუალებას გვაქვს. მაგრამ მობილიზაციას უნდა ქონდეს ლოგიკური, ასე თქვა, შემადგენელი. თორე მობილიზებული და სამზარეულოს დონეზე რო ლაპარაკობ ან Facebook-ის გვერდზე, ეს არ არის მობილიზაცია.
მობილიზაცია ნიშნავს, რომ საზოგადოება იყოს მოთხოვნადი იყოს როგორც ხელისუფლების მიმართ, ისეც პოლიტიკური ელიტის მიმართ, ლიანად და გარდა ამისა, აი ამ ძალების მიმართაც. მოკლედ, ასეა თუ ისეა, მე ეს მინახავს ევროპაში, როდესაც ჩვენ ევროპას ვაკრიტიკებთ ზოგ შემთხვევაში, სწორედ ზოგ შემთხვევაში არასწორად. მე მინახავს აი ესეთი რამ, როდესაც ეს გამოწვევა გაჩნდა, როგორ იყო მობილიზებული უნგრული საზოგადოება. მახსოვს ისიც, რომ აი ამ ხალხს როგორ ხვდებოდნენ, უშლიდნენ იმას, რა ქვია, უფასო სასადილოებს უკეთებდნენ და რაღაცებს, მაგრამ მახსოვს, როგორ უწევდნენ წინააღმდეგობებს ამ ავტობუსების გადაადგილებას. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა კონკრეტული სერიალის წინააღმდეგი იყო, ან სხვა ქვეყნიდან მოსული. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ქვეყანა არ იყო მზად ასეთი რაოდენობით, ასეთი ტიპის დევნილების მიზაღებად. თორე არავის არ უთქვია, არ დავინახო ესენი აქ. მოკლედ, აი ეს მინდა და მეთქვა, რომ გამოწვევები არის სერიოზული. სხვადასხვა ქართველებმა ევროპაშიც სადაც არიან, იქაც გააჩინეს ამ ტიპის გამოწვევები, მაგრამ მასშტაბით ვერ შეედრებიან. თან გარდა ამისა, მე როგორც ვიცი უკაცრავად რომ გაგაწყობდი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, როგორ ინფორმაციაც მე მაქვს, ქართული კრიმინალები რამხრივ არ ხა კრიმინალია, რომ პარავ რატო პარავ, მაგრამ ისინი მხოლოდ იპარავენ. ანუ გაუპატიურება, მკვლელობა, ნარკოტიკები, იარაღით ვაჭრობა, ორგანოებით ვაჭრობა. ანუ ეს ამ სეგმენტებს ისინი ნაკლებად ეკავ, ვიღაც შეიძლება იყოს თითოეულა. ისინი უბრალოდ იპარავენ და იმ ფონზე, რასაც სხვა ქვეყნიდან ჩასულები აკეთებენ, ხა ერთიც მგლისკენო, ხო? ყველა ვარიანტი და განსხვავებული. პოპულარიზაციას კი არ ვეწევ, ხუდობა ცუდია, როგორც არაკაცკლავო, ასევე არ იპარო. ხო, აბსოლუტურად თანაბარი სიმძიმის არის ეს. და არავის არ უთქვამს, რომელი უფრო მძიმეა, რომელია უფრო მსუბუქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მუდმივად ადრე გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროც გააკეთა წლების წინათ, რომ აი ეს ქართველი კრიმინალები და შემდეგ სტატისტიკა რო გამოქვეყნდა სხვა ქვეყნიდან რამდენი იყო კრიმინალი. ჯობია არც ერთი არ იყოს ქართული კრიმინალი, მაგრამ ამასაც ხონდა საიდან გემუქრება საფრთხე, ევროპელი ვერ უნდა მიხვდეს ამას. ვინ ძალადობს და ვინ აჭრის ორგანოებს, მათ თანამოქალაქეებს და სად ვიღაცა სათვალეს იპარავს. რასაკვირველია მართალი ხარ აბსოლუტურად, ეხლა მისა რა ქვია, რაოდენობის თვალსაზრისით, პროცენტული თვალსაზრისით ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივა დანარჩენებს გულისხმობ პირველ რიგში აფრიკიდან და აზიიდან შემოსულ ადამიანებს. ეხლა მე ერთი რამე მინდა საზოგადოებას ვითხოვ მე და თქვენც ალბათ რომ უფრო მობილიზებული იყვნენ და აქ საჭიროა კი არა იცოდე ეს რეალური ფაქტებია და ამაში ჭირდება მოთხოვნა და ბრძოლა. ეხლა მეორე მხარეს მინდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. სასიამოვნოდ გაუცებული ვარ ამ ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა რამოდენიმე ეს თემატური შეხვედრა და აღმოაჩინე რომ ჩემთა სასიამოვნოდ რომ წინაწლებისაგან ხას უსვამ სიტყვას წინაწლებისაგან განსხვავებით ბევრად უფრო კონსტრუქციული მიდგომა დავინახე და სისტემური მიდგომის პრეტენზია. აი სისტემური მიდგომა ძალიან საინტერესო. ბევრ საკითხში რომელზედაც ჩვენ აქ ყურადღება გავამახვილეთ და არა მხოლოდ გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც ვერაც ვერ მოვასწარეთ ისიც. აი სისტემურობამ გამოვიწვია ჩემში ესეთი იმედი გარკვეულწილად და ვთვლი რომ აი ახლა როგორც იქნა ეს სწორ გზაზე დადგა ზოგიერთი უწყება და რა ტიპის მუშაობა უნდა გააგრძელოს. ეს იმიტომ კი არა რომ მე ვარ ყველაზე კომპეტენტური, უბრალოდ დავინახე ინტუიციის ზონეზე გზნობს ქართველი, საიდან აქვს ხიფათი. ხა რამდენად ამ ინტუიციას მე ცხოვრებისეულ ქმედებაში გადაიყვანს ეს მეორე საკითხი. აქამდე შეზღუდული იყო ამ ტიპის აქტივობა, ხო? აი ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ხო? არასისტემური იყო. და რატომ იყო არასისტემური? ანუ შიდა პრობლემაა თუ გარედან? მაგრამ არ გიქს ახლა ამაზე ლაპარაკი, რადგან დავინახე რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, აღარ მინდა ხა იმას ლაპარაკით, რომ ვინ, ვის, რას, როგორ აკეთებდა, როგორ იქცეოდა, ნუ დაახლოებით ფრაგმენტულად ეს ყველასთვის ცნობილი იყო, ვინც ამ საქმეში ჩახედულია და ინდომებს. ეხლა საჭირო უფრო მეტი მუშაობა საზღვრების გამაგრებასთან დაკავშირებით, დემოგრაფიული სურათშეცვლასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის და მიდგომებთან დაკავშირებით სისტემები უნდა შეიქმნას და ამ სისტემების შექმნის პერსპექტივას ვხედავ. შეიძლება მე ვცდებდი, მაგრამ არ მინდა რომ ვცდებოდე. ოღონდ უკეთესი იმედი უნდა ვიქონიო და რახან კიდევ გვაგზრო თუ შეიძლება ამ თემას მაინც აუცილებლად მინდა შევეხო ლავროვმა ასეთი რამ განაცხადა რომ de facto აი 9 წუთი გვაქვს 10 წუთი de facto აფხაზეთთან და ლავროვზე ლაპარაკო 10 წუთი ვისაყოფას ლაპარაკო. ხო ესეც მართალია, მაგრამ შევეცადოთ რამენად გვაპატიებთ.
de facto აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად უსაფრთხოების ზონის შექმნას აპირებს. ხა კიდე სხვა თემა, ხა იმას თუ ამ უსაფრთხოების ზონის ამ კონკრეტულ მონაკვეთში შექმნისთვის ცალია, მაგრამ ყოველთვის საინტერესო განცხადება მანამდე იყო, რომ ინგლისის საგარეო დაზვერვა აწყობსო, აპირებსო გადატრიალებას. ეს რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია საქართველოსშიო, თვითონ ჯერ არ გაუკეთებია გადატრიალება, არ მოუწყვია და ან კიდევ არ აპირებს და საერთოდაც უკრაინას იმიტომ დაესხა თავს, რომ შეეცვალა ხელისუფლება, ხო? ამდენად ეს ცოტა კომიკურია ის რომ რაღაცა რუსეთი ხარ. ეს მოსკოვის ახასიათებს. ხო, იმის კურკი, ცხვრის კურკი მოისხა და რაღაც ჩვენ გვავთხილებს, რაღაც გადარჩით, ოღონდ თქვენო. დიდი სახელმწიფოების სიენია. კი, რა თქმა უნდა, ხო მე. ნაბიჯები, ცუდი ნაბიჯები. არ არის, ხო, რა სინაკეთება ყველაფერი კარგია. ხო, აი ამერიკაც შეუძლია რუბიომ რო თქვა, რომ ჩვენ დეპარტამენტი უნდა შევქმნათ, რომ ამერიკის ფული მიზნობრივად იხარჯება სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ პატიოსნად თქვა, ხო? იმიტომ რომ იქ გატარდეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები. ეს გასაგებია, მე ამიტომ არც ერთ არ ვერჩი, მე ფაქტს ვამბობ. არა, ეს უნდა ითქვას, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გატარების წინააღმდეგი საქართველოში არასოდეს არ ედუარდ შევარნაძეს აქვს ჩვენთან ჟურნალისტებთან ნათქვამი რამოდენიმეჯერ, რამოდენიმე მაშინ იმ წლებში ნათქვამი ესეთი რამე რომ უნდა გატარდეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები თუ გვინდა რომ უსაფრთხოების ფარი იყოს ძლიერი, ქოლგა იყოს ძლიერი, მაგრამ ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. და როცა კითხეს ბატონო ედუარდ, ითვალისწინებენ თქვა. იმ წლებში მართლაც ესე იყო, ესე ჩანდა, რომ ამერიკელები ჩანდა ნამდვილად ჩანდა, კი ბატონო. თან კონტინგენტი იყო დიპლომატიური თუ არასამთავრობო, რომელიც აქ მუშაობდა, დონე იყო სულ სხვა, ვიდრე არის მე უკვე ვარდების რევოლუციის მერე და ვიდრე არის დღეს. დიახ. ხო და ასე რომ ეს არის რომ იმათ ინტერესები მესმის რომ უნდა იყოს, უნდა გაითვალისწინო, მაგრამ აუცილებლად ისინი ამბობენ, პალალად ამბობენ და ეს მოთ რუსეთი ისევ რომ აი საზღარი ბრიტანეთი და თვითონ როგორი ანგელოზია რომ ჩვენ გვაფრთხილებს თუ რა შეიძლება ამ უსაფრთხოების სარტყელს მე ერთი რამ უნდა გითხრათ, ხაზი მინდა გავუსვამ გარემოებას და საზოგადოებამაც იცოდეს რომ რუსეთის ნომერ პირველი მტერი როგორც იყო ისტორიულად თურქეთია. ამ რეგიონში თურქეთი. ამიტომ ყველაფერს ეს თბილისის საწინააღმდეგოდ კი არ არის უსაფრთხოების, მაგრამ მნიშვნელობა ჩვენი სუვერენიტეტი ეწირება ამ ამბავს. მათთვის არის თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ეხლა თბილისში საქართველოში არის ის ბევრმა დანარჩენ საქართველოში ბევრმა ადამიანმა ის როგორი ბრძოლა მიდიოდა ხმალა მოღებული აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის, დე-ფაქტო პრეზიდენტობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების შორის, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ბრძოლა თურქეთსა და რუსეთის გავლენების შორის. და ეს ბრძოლა არ დამთავრებულა სხვადასხვა. ხო და ეხლა იმედის ეხლა დაიწყო ახალი ბრძოლა. ეს არის ახალი ათონის მონასტერი, ბარს დარჩება თუ აპლიას. და დვარი და აპლია იგულისხმება რომ დვარის აპლიას უკან რუსეთი დგას, დვარის უკან დგას თურქეთი. კონსტანტინოპოლი რა. ხო და მოკლედ ასეა თუ ისეა მე მინდა გითხრათ რომ ეს ამიტომ იყო ნათქვამი რომ ესე იგი ამით კიდე ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთმა იმასე საქართველოსთან ის ცვლილებები რომელიც ფიქრი ყოველთვის არსებობს შეცვალოს მიდგომები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ამ ეტაპზე არ არის ესე იგი არ ფიქრობენ. თუმცა ბატონო მამკა როგორი რაღაცა და მე ძალიან მტკივნეული თემაა ეს არ ვიცი ხა ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ნუ ალბათ უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს შემთხვევა როცა თქმას ჯობს მე მგონი არა თქმას. აი უკრაინის სიტუაციას რო უყურებ თან სხვას რო უყურებ უფრო ისეთი ხარ, უფრო რაციონალური ხარ და უფრო აღიქვამ რეალისტურად რა და როგორ ხდება. ხო ფაქტობრივად გამოდის რომ უკრაინა არ ცნობს იმას რაც რუსეთმა ბრძოლით დაიკავა, მაგრამ დე-ფაქტო დანარჩენი სამყარო ცნობს ამას, მათ შორის დასავლეთი, ხო უკვე არის ეს განცხადებები. ანუ მე ეს გადმომაქვს ახლა ჩვენს მოცემულობაში ჩვენთანაც ამ ხრივ ვერ არის საქმე კარგად, იმიტომ მე წარმოდგენა არ მაქვს რა გაიტანს იმ რუსეთის ბაზას ცხინვალიდან ან და აი ამ შავ ზღვაზე, აი ამ გააფთრებული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე რა გაიყვანს აფხაზეთის შავი ზღვის აკვატორიიდან. მხოლოდ ის შემთხვევაში თუ რუსეთმა უკრაინაში ვერ გაიმარჯვა. გამარცხებაზე არ მაქვს ლაპარაკი. პრეზემ. პირიქით არა, ჩვენთვის ორივე არ არის უბედური, მე ამაზეც მიფიქრია. თუ ვერ გაიმარჯვა, ხო რა თქმა უნდა, ძალიან ის არის ხო, ნიშნავს რა არის გამარჯვება, რა არის დამარცხება ერთი ან მეორე მხარისთვის. თუ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვა, იქნებ კიდე უფრო
აქეთ გამაგრდეს. არა, ესე არ არის საქმე, ესე პრაქტიკულად ეხლა მე ხშირად ვკითხულობ ხოლმე რომ მოკლედ ეხლა ვერ მოვასწრებთ ამაზე ლაპარაკს, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამე რომ 6 წუთი გვაქვს. ჩვენთვის მე აი ვაფასებ მდგომარეობას, ვფიქრობ რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს, სულ ცოტა. დანარჩენი გამოჩნდება ახლა იქ, იმიტომ რომ ვერ გამარჯვება ეს ნიშნავს რომ დავა კონკრეტულად რას გულისხმობთ, აი ვერ გაიმარჯვოს, რომ კონსტიტუციაში უწერია ეს რაც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში. კონსტიტუციაში სხვა რამეც ეწერა, საბჭოთა კავშირი უნდა ყოფილიყო ერთიანი, მაგრამ თუმცა ვერ გაიმარჯვა და დამარცხდნენ დაიშალნენ კიდევ. მე დამარცხებაზე ახლა არ მაქვს იმედი, იმიტომ რომ ის იმ დახმარების იმ ფორმით, რასაც ევროპა უწევს უკრაინას, უკრაინა გამარჯვებელი არ არის. მაგრამ აი რომ არ გაიმარჯვოს რუსეთმა. აი ამაშია საქმე. თუ გვინდა რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის ავადგენოთ და გარდა მაგისა ძალიან ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომელსაც ახლა მე ვიტყვი და გავილანძღებ. ის სასწორი, რომელიც გეოპოლიტიკური სასწორი, რომელიც შეიძლება კავკასიაში არსებობდეს, გარკვეულწილად დააბალანსებს თურქების მადას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ახლა დღეს უკვე აღარ არის ამაზე ლაპარაკის დრო ალბათ და მე სხვა დროს ამაზე კიდე სიამოვნებით ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს გეოპოლიტიკური სასწორი, სხვანაირად არ შეიძლება. დასავლეთი ამ შემთხვევაში ვერ იქნება ევროკავშირი, საპირწონე თურქეთის ყველა ვარიანტი განხორციელება. ევროკავშირი არა, ევროკავშირი ვერ იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებული შტატები შეუძლია საკითხი ასე დააყენონ თურქებთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია არის შემდგომი გავლენის სფერო და გაიწიეთ. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი არ შეეცდება, ეხლა ვცდილობ მოვზომო სიტყვები, არ შეეცდება იმ ტიპის რელიგიურ თუ დამებაინა შეეცდება თურქეთი, რასაკვირველია, დიდი ტურანის პროგრამის სამუშაოებას, რომელიც წინანდვეში ბრიტანელებმა შექმნეს თავის დროზე. შესაძლებელია ამის გაკეთება ყველაფერი, მაგრამ თურქეთი არის ძალიან დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ბრიტანელებზე და აქედან გამომდინარე იმ პოლიტიკის ვიდრე არის ერდოგანის ტიპის მმართველი, აუცილებლად იმ პოლიტიკის მეინსტრიმში იქნება, პოლიტიკის უბრალოდ კალაპოტში იქნება, რომელსაც ატარებს აი ეს ორი სახელმწიფო ვერ გარისკავს სხვანაირად, იმიტომ რომ იმ ტურანის იდეასაც დაუშლიან, პროექტსაც დაუშლიან თუ დაჭირდათ, იმიტომ რომ ტურანში არის ცენტრალური აზიის ქვეყნები, ამ პროექტში გაერთიანებულია პროგრამაში. ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც თავის სარფიანობის გამო, პოლიტიკური სარფიანობის გამო მოიქცევიან ისე, როგორც იტყვიან სხვაგან. ხო და დაეშლებათ ესეც და ამიტომ გარდა მაგის ერთი რამეც უნდა ეთქვას, რომ აზერბაიჯანი მიუხედავად იმისა, რომ ბევრით არის დამოკიდებული თურქეთზე, აზერბაიჯანი დღეს ცდილობს საკუთარი პოლიტიკა გაატაროს და აი ამ პოლიტიკის გატარება გამოსდის, განსაკუთრებით ეს ჩანს, თუნდაც სირია, უკაცრავად, ისრაელი თურქეთის დაპირისპირების კონტექსტში. როცა დღეს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში აზერბაიჯანი, ისრაელის იმდენად საყვარელი მოკავშირეა, რომ ახლა ლამის ამ ცნობილი აბრაამის ხელშეკრულებაში გაერთიანოს ისრაელის მოთხოვნით. ამ თემაზე მეორე თემში. არა, ჯერ რაღაც მინდა დავაზუსტო. აი აზერბაიჯანი, რომელიც იკრებს ძალას და ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ წონასაც, ფინანსურ, ეკონომიკურ წონას იკრებს, რაღაც მნიშვნელოვანი. ამდენ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ჩამოდის და აქ მუშაობს და სწავლობს. აი ამ ფენომენს ვერ ხსნი. ხო, იქ სხვა რამეა, აზერბაიჯანის ხელისუფლება, ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული კლანის, ჯგუფის, ნაწილის გაძლიერებაზე აზერბაიჯანის და საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებას. პარადოქსალური რამეა, ესე იგი პრაქტიკულად არსებობენ მთელი რიგი ფენები აზერბაიჯანის საზოგადოებაში, ეროვნულ უმცირესობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ანუ ჩრდილო აზერბაიჯანზე ან და სამხრეთ აზერბაიჯანზე, რომლებიც არ მონაწილეობენ აზერბაიჯანის ცხოვრებაში, ესე იგი კულტურული და საზოგადოებრივი თვალსაზრისით. განსაკუთრებით ექვემდებარებიან იქაური სპეცსამსახურების მოთხოვნებს. ამიტომაც არის რომ დადიან აქეთ-იქით და ჩვენთანაც არიან მათ შორის და თურქეთშიც უამრავი აზერბაიჯანელი და სხვა. თურქეთში კიდე გასაგებია, თქვა, შეიძლება გასაგები იყოს, აი ჩვენთან სამუშაო ადგილებს როგორ პოულობენ და ეხლა ნუ ეს როგორ არის, თან ფულის ამბავია ყველაფერი, ფინანსური შესაძლებლობები ადამიანებს, იქაურ ჯგუფებს, ესეთ გარკვეულ ჯგუფებს უფრო სერიოზული აქვთ ვიდრე საქართველოში.
და აქედან გამომდინარე და საქართველოში არის ბიზნესის წარმოება კანონმდებლობით ბევრად უფრო გამარტივებული. ხამით ამდენი სომხური ორგანიზაცია და ამდენი აზერბაიჯანული და ამდენი რუსული და რა ვიცი რომელი ერთი კითხვა. იმედია კანონმდებლობა ისეთია რომ მოგების რაღაც ნაწილი აქაც ხოთაში სამუშაოა სისტემურად რომ დარჩეს. ამ ჩვენი ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი ნაწილი ზუსტად ეს არის. რო გითხრათ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე კი არა, მაგრამ აქ არასწორი პოლიტიკა. ლაპარაკი მაქვს იმაზე, რომ საქართველოს ძირძველი მოსახლეობის, ესე ვთქვათ, გამოყენებადობა ქართული ეკონომიკის ახალ ნაბიჯებში უნდა გაიზარდოს და უნდა შეიქმნას ამის გამო ინდუსტრია. სხვადასხვა მიმართულებით. ჩხერჩხერავ ლაპარაკობ, ახლა ყველაფერი მოვასწრო, რადგან მეკითხებით. მოკლედ აი ესე არა. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გაცემის პირველი ნაწილი დასრულდა. მეორე ნაწილში შემოგვიერთდება კონსტანტინე ჟღენტი და ვისაუბრებთ აბრაამის შეთანხმებაზე და ისრაელსა და ირანს შორის მოსალოდნელ საომარ დაპირისპირებაზე. დაგველოდეთ, მალე დაუბრუნდებით.